შესახებ ბევრი საუბარი მიდიოდა. გუშინ უმარმა თქვა, რომ ის უფრო ქართველია ვიდრე შენ. რას ფიქრობ ამ სიტყვებზე და ეს უპატივცემულობის კიდევ ერთი მაგალითია, რომელსაც შენ მისგან გრძნობ? ეს მორიგი სულელური სიტყვებია მისი მხრიდან. რა თქმა უნდა, ის ქართველი არ არის. უფრო მეტიც, მას დაღესტნის წარმოდგენაც კი არ შეუძლია. ის რუსეთს წარმოადგენს. უმარ, შაბათს ღამით წარმატებას გისურვებ. ყველაფერი იმ ღამით გაირკვევა. უმარ, შენთვის შეკითხვა მაქვს, საიდან ხარ? რუსეთიდან და დაღესტნიდან. რა გაცინებს? კითხე არმან ცარუკიანს საიდანაა. კითხე, მიდი. ჩვენ ეს ვიცით, ის სომეხია. კითხე. შეგიძლია შენ კითხო, მე ვიცი საიდანაცაა. ეს არ გჭირდება, ბრძოლაზე იფიქრე. რა თქმა უნდა. მხოლოდ შაბათს აღამოა მნიშვნელოვანი. ერთი დღე დარჩა. თავმდაბალი გახდები. მე ყოველთვის თავმდაბალი ვარ. ყოველთვის თავმდაბალი ვარ. უმარ, შენ მიმართ მერაბის დამოკიდებულებაზე რას ფიქრობ? შენი სიტყვების დიდ ნაწილს ის პირადულად იღებს. და ეს მის პერფორმანსზე გავლენას მოახდენს თუ როდესაც გალიაში შეხვალთ მხოლოდ ბრძოლაზე იქნებით ფოკუსირებულები. მას კითხეთ. ის აგზის. ეს მისთვის კარგი შეკითხვა იქნება. არ მაღელვებს თუ როგორ იგრძნობს თავს ის. ეს ჩემი საქმე არ გახლავთ. შაბათ ღამით ყველაფერი გაირკვევა. შეკითხვა